ეთერში და მე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც ყველაზე კარგად იცნობენ თავიანთ მეუღლეებს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იმის პრეტენზია და ამბიცია გახდნენ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტები. დღეს გადაცემაში მოწეული ყავდა 4 სტუმარი, თუმცა 4-დან 1-მა უარი თქვა მიეღო მონაწილეობა ამ ერთგვარ დებატებში და ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის მეუღლე, ქალბატონმა ნინომ. გითხრა რომ იგი ართლის საჭიროდ მიიღოს ასეთ ფორმატში მონაწილეობა წინა საარჩევნოდ, როდესაც მისი მეუღლე იყრისკენ. სამაგიეროდ მე დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათ, ვინც უყოყმანოდ განაცხადეს თანხმობა ესაუბრა დღევანდელ გადაცემაში საკუთარ მეუღლეებზე. ამ ადამიანთაგან თითოეულს გონია რომ ყველაზე ღირსეული არის სწორედ მისი მეუღლე. მე მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ბელა ალანია, შალვა ნათელაშვილის მეუღლე. მე მას მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ხარ ჩვენი სტუმარი. სანდრა ელისაბედ რულოვსი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. საინტერესოა როგორი იქნება დღევანდელი საუბარი. დიდი მადლობა და მარინა მადიჩი, დავით გამყრეიძის მეუღლე. მარინასაც ასევე დიდი სიამოვნებით მივესალმები. გილოცავ წინასწარ უпроსორედ დაგვიანებით ახალ წელს და წინასწარ შობას. მე მაქვს იმედი რომ დღეს გვექნება ძალიან საინტერესო დაბზადი და გულწრფელი საუბარი. მინდა მივესალმო ასევე ჩვენს დარბაზს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მობრძანდით. მე აქ ხედავ თქვა თქვენს მხარდამჭერებს, მათ შორის ქალბატონი გიული დავინახე, მასთანაც მექნება 1-2 შეკითხვა, გამოვიყენებ ამ შანსს და დავიწყოთ. იდეალისტის ნაამბობი, ასეთი წიგნი მიდევს თქო წეღან უთხარი გია მაისაშვილს და ეს არის წიგნი, რომელიც სანდრა რულოვს ეკუთვნის, წიგნი, რომელიც არის ყველასთვის ცნობილი. მე მინდა დავიწყო ამ წიგნით საუბარი, სწორედ იმიტომ, რომ ქალბატონი სანდრა იყო პირველი ლედი საქართველოსი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე ბევრს მოგზაურობ საქართველოს ფარგლებში, 2-3 კვირაში ერთხელ რამდენიმე დღით გავდივარ ქალაქიდან. რეგიონებში ყოფნისას მუდამ ვცდილობ არაფერი გამომჩეს, რათა ვიცოდე რა ხდება ქვეყანაში, რითი და როგორ ცხოვრობს ხალხი. ამის მიხედვით გეგმავ მომავალსაც ქმრის ყურამდე კი მხოლოდ მაშინ მიმაქვს ინფორმაცია, თუ ხედავ რომ ამას აზრი აქვს. წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ჯერ არაფერი დამთავრებულა, ამიტომ ვიმხნევებ თავს. თავი მაღლა, მხნედ გასწიე უღელი, საქართველოს გაუმარჯოს. ეს არის სანდრას წიგნი, ქალბატონი სანდრას წიგნი და მე მინდა ვიდრე დავისვათ პირველ შეკითხვას, ქალბატონ მარინას და ქალბატონ ბელასაც დაუსვა ასეთი შეკითხვა. როგორ ფიქრობთ, როდესმე ან უпроსწორით ამ არჩევნების შემდეგ მოუწევს თუ არა რომელიმე თქვენგანს პირველი ლედის რანგში დაწეროს ასეთი წიგნი? მარინა, თქვენგან რომ დავიწყოთ თუ შეიძლება? ეს ალბათ ხალხის გადასაწყვეტია და ამიტომ მე ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. თქვენ რა სიტყვით? მე არ წამიკითხავს ქალბატონი სანდრას წიგნი. მარტო გაინტერესებთ ქალბატონი? და ეხლა მართლა დამაინტერესა. ძალიან საინტერესო წიგნია, სხვა შორის მე მაქვს. დაკითხული იმედია რეკლამაში არ მაგრამ იმედი მაქვს რომ ესე იგი მარტო წიგნის წერით აღარ შემოიფარგლება ზოგადად ლედის მოღვაწეობა და მე ვერ გეტყვით რომ ნამდვილად მივისწრაფი რომ ეგ სტატუსი მქონდეს და რაღაც იდეა ფიქსით არის ეგ ჩემგან, მაგრამ ეს კი ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ თუ ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს შალვა ნათელაშვილზე, მე ვიქნები ისეთი პირველი ლედი, როგორიც არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ვიცხოვრებ მათი ტკივილებით, ვიქნები მათი თვალი, ყური, ყველაფერი, რადგან ყველა სატკივარი, რაც ქვეყანაში ხდება, ზუსტად ისე მივიდეს ჩემი მეუღლის ყურამდე, როგორც ეს ნამდვილად არის ჩვენთან და არა შელამაზებული, შეფუთული. აქამდე შელამაზებული და შეფუთული იყო, თქვენ ფიქრობთ? მე მაინც მგონია რომ მაინც შელამაზებული და შეფუთული იყო. კარგი, თუმცა სანდრა რულოვსი ყოფილი პირველი ლედი, მე მინდა საინტერესო დეტალები თუ შეიძლება დაამთავრა ექცნის კურსები, კვირაში ერთხელ გადის სტაჟირებას ღუდუშაურის კლინიკაში. ბატონო, ჯერ არ დაგიმთავრებიათ. 11 წელია რაც დაარსა ფონდი სოკო საქველმოქმედო ფონდი, არის კლასიკური მუსიკის რადიოს ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ვიდრე მე მას დაუსვავ კითხვას, კვლავ თქვენ მინდა რომ კითხოთ როგორც ოპოზიციონერი ლიდერების მეუღლეებს. მე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია რომ სანდრა რომ ყოფილიყო ქართველი, უფრო აქტიურად ჩაერეოდა თუ არა ვთქვათ პოლიტიკურ ცხოვრებაში, შიდა პოლიტიკურ ამბებში, ისევე როგორც ეს ქართველებს გვახასიათებს ხოლმე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეროვნება ამ შემთხვევაში რამეზე მეტყველებს, თქვათ იგი რომ ყოფილიყო ქართველი, უფრო ბევრი ჭორი შეიძლებოდა გვსმენოდა მის შესახებ, რომ თქვათ აი ამ საქმიანობის მიღმა, იგი რაღაც შიდა პოლიტიკურ ამბებში ერეოდა უფრო მეტად. მე გიპასუხო. ხო, თუ შეიძლება. არ მგონია ქართველობაზე არ არის ადამიანის ბუნება, ბუნებით არის, ვთქვათ, განპირობებული. მეც მაგალითად ნაკლებად აქტიური ვარ და ნაკლებად ვერევი, ვთქვათ, დაც პოლიტიკურ ცხოვრებაში.
და პირველი თუ გახდებით როგორ წარმოგიდგენიათ არჩევები? პოლიტიკაში ნამდვილად არ ჩავერევი, მაგრამ სხვა ვთქვათ, რაც შემეხება მე ვთქვათ, ადამიანებთან ურთიერთობა სხვა მე პირადად ვარ მედიცინის წარმომადგენელი, ექიმთა ოჯახში გაზრდილი და ამიტომ ეს ჩემთვის უცხო არ არის ვთქვათ. ისე ქალბატონი მარინაც სერბია ხო თუ არ ცდები? სერბული წარმოშობის მართლმადიდებელი, მაგრამ ქართველი და მე სამშობლო მაქვს ეს არის საქართველო. ძალიან კარგი. სანდრა, ერთი ასეთი კითხვა უნდა დაგისვა. დღეს, როდესაც ძალიან მწვავე დებატები მიდის, ზუსტად 2 კვირა, მაპატიეთ, ზუსტად 1 დღე დარჩა არჩევნებამდე, რატომ თქვენ 2 კვირა არ ვიცი, ძლივს გაილია მე მგონი ეს 2 კვირა. როგორია თქვენი პროგნოზები? აი, როცა ისმენთ, როგორი მწვავე დებატები მიდის ხოლმე ეკრანიდან, თქვათ, უსმენთ ოპოზიციას, უსმენთ იგივე თქვენი მეუღლის გუნდის წარმომადგენლებს. თქვენი პროგნოზი როგორია? ამ ყველაფრის ფონზე. მინდა იქიდან დავიწყო, რომ უკვე 12 საათი შესრულდა და წინა საარჩევნო რაღაცები ჩვენ აქ აღარ შეგვიძლია გავაკეთო და არის ჩვენი უწმინდესის დაბადების დღე და მინდა აქედან მივლოცო 75 წლის გახდა დღეს. ჩვენც უერთდებით ამ მილოცვას. პროგნოზირება, მე ახლა ძალიან ბევრს დავდიოდი, თქვენც ნახეთ ამ ბოლო კვირებში და სხვადასხვა რეგიონში და მე ნამდვილად ძალიან კარგად შემიძლია თქვა, რომ უმეტესობამ ხარჯ გვიჭერს, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, არის კრიტიკა, არის რაღაცა რჩევები, რაღაცა გაკვეთილები, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ და შეგვიძლიათ მომავალი 5 წელიწადი უკეთესად გავაკეთოთ, ჩემი მეუღლის გუნდით. და მამას რა თქმა უნდა გავათვალისწინებ, მაგრამ პროგნოზირება მე მგონი ეს რა თქმა უნდა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მე მართლა თვით დამაჯერებული ვარ და არ ამგონი რომ რამე პრობლემა იყოს, ან მეორე ტური დაგჭირდეს. არ გონიაო რომ მეორე ტური დაგჭირდესო, არა და ეხლა უსმენდით შალვა ნათელაშვილს, იგივე დავით გამყრეიძეს და ორივე საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლებელია მეორე ტური დაჭირდეთ. ქალბატონო ბელა, მოდით მიპასუხეთ ასეთ შეკითხვაზე. თქვენ თუ გჯერათ გულწრფელად, რომ შალვა ნათელაშვილი შესაძლებელია გახდეს პრეზიდენტი? თუ ეს არის უბრალოდ აქტიური პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მონაწილეობს ასეთ სერიოზულ არჩევნებში, მაგრამ თქვა თქვენ მაინც ბოლომდე შეიძლება გაქვთ რაღაც კითხვის ნიშნები, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, რომ იგი გახდება პრეზიდენტი? შალვა ნათელაშვილი, რა თქმა უნდა, არის აქტიური პოლიტიკური ფიგურა, 15 წელია მას ქართული ხალხი იცნობს და ხედავს მის საქმიანობას და მე იმედი მაქვს, რომ 5 იანვარს ის გააკეთებს სწორ არჩევანს. ყველა პოლიტიკური პარტია, როდესაც ყავს მას ლიდერი, ესე იგი ფიქრობს იმაზე, რომ მისი ლიდერი უნდა იყოს წინა ხედზე, უნდა იყოს მოწინავე. და მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ საქმე იმაშია, თუ როგორ მართლობა გვინდა ჩვენ საქართველოში. ჩვენ გვინდა საქართველო მართოთ შიშით, დაშინებით, ასე ვთქვათ, ძალადობით, თუ ჩვენ გვინდა საქართველო მართოთ სიყვარულით. თუ ამ ორ პირობას შორის ჩვენ გავაკეთებთ არჩევანს, ძალიან ადვილი მისახვედრია, ვის მხარეზე შეიძლება იყოს გამარჯვება. და კიდევ მე მაგალითად როგორც ქალი ძალიან აღმაშფოთა და როგორც დედა 7 ნოემბრის მოვლენებმა. მე ვხედავდი როგორ გარბოდა ჩემი თვისტომი და გაქცეულებს როგორ მოძდევდნენ ხელკეტებით, ეწეოდნენ მათ, როგორ არბევდნენ მოშიმშილეებს და მართალი გითხრათ ეს იმდენად შემაძრწუნებელი სურათი იყო, რომ მე ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის მერე, ჩემი ქრისთვის მერჩია, რომ მას ეყარა კენჭი პრეზიდენტად. მე როგორც ქალი და როგორც დედა ვიყავი ძალიან დაწკუნული, აღშფოთებული მაშინ, როდესაც ჩემ შვილებს მოუწია სახლიდან გაქცევა და ვხედავდი მათ გაფითრებულ სახეებს და ამ დიდ მარხვაში ღმერთო ყველას შეუნდე და მე ნამდვილად ყველას შეუნდობ, ღმერთი იყოს მოწმე, რომ მე არა ვარ შურის მაძიებელი, მაგრამ დაავიწყდებათ თუ არა ჩემ შვილებს ის ტკივილი, რომელიც იმ დღეებში მიიღეს და გვიღირს თუ არა ჩვენ ის პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული სკამი იმათ,
რომ აი ამ ფორმით შიშით მართოთ ქვეყანა, შიშით ჩამყაროთ ხალხი ავტობუსებში და მოვაწყოთ შეფუთული დემოკრატიის ფასადი. გვიღირს თუ არა ჩვენ უბრალოდ აი ასეთი ძალადობით მართოთ ქვეყანა. სერიოზული პოლიტიკური განცხადებები აქვს ქალბატონ ბელას, ვიდრე მე ქალბატონ მარინას დავუსავ კითხვას, მანამდე ერთი კითხვა მინდა. სკამზე აქ ჩემ მეუღლე ძალიან კარგადაც ანახა, რომ სკამზე აქ არ არის ლაპარაკი. იმან ერთი წელი და მეტი მისცა თავისი პრეზიდენტობის ვადა ხალხს, რომ თავიდან არჩიონ საქართველოს მმართველი და მე მგონი ეს მართლა ასეთი ნაბიჯი არანახულია და მართლა მისთვის საქართველო რა თქმა უნდა სიყვარულით და არა სხვანაირად არის პირველ რიგში და არა სკამი ან რამდენი ხანი უნდა იჭდეს იმ სკამზე ნამდვილად. სანდრა, როცა ასეთ შეფასებებს ისმენთ ხოლმე და მე ალბათ დამეთანხმები 7 ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა დღე, რომ თქვათ ესეთი განცხადება ტელევიზიით არ გაჟღერებულიყო. აი თქვენი დამოკიდებულება როგორია ხოლმე? როგორც თქვათ მეუღლის, როგორც უბრალოდ აი მაყურებლის, როგორც დედის და როგორც პირველი ლედის თუნდაც ყოფილი, მაგრამ პირველი ლედის, რომლის მეუღლეც მეორედ აპირებს კიდევ გახდეს პრეზიდენტი. ეს იყო ნამდვილად ძალიან ძნელი დღე ყველასთვის. არ იყო ეს სასიამოვნოსახურებელი, რა თქმა უნდა, და მე პირადად ვიცი, რომ ეს ჩემი მეუღლესთვისაც და მისი გუნდისთვის ძალიან ძნელი გადასაწყვეტი იყო იმ დღეს. და ძალიან ცდილობდნენ, რომ არ ყოფილიყო საჭირო დიალოგიც შემოთავაზეს და ასე შემდეგ, მაგრამ არავინ არ მოვიდა ამ დიალოგის მაგიდასთან. და რაღან გადავიდა პოლიციაზე ზეცოლა და პოლიციაზე ძალადობის ძალის გამოყენება, ამიტომ გახდა საჭირო, რომ არ მომხდარიყო რამე ესკალაცია და არ მომხდარიყო რამე დაპირისპირება სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რაც აუცილებლად ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. ქალბატონო მარინა, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი, როდესაც დავით გამხრელიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, თქვენი დამოკიდებულება როგორ იყო? იცით რა მაინტერესებს? აი, იყო პირველი ლედი. მე მესმის არ გიყვართ, ვიცი თქვენი აზრი, როდესაც ამაზე მიდის ხოლმე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ხო ასეთი სტატუსი და ეხლა თუ საქართველოს გავწდებით და ცოტა უფრო შორს გავიხედავთ, იგივე კლინტონის მეუღლე დღეს შესაძლებელია ვიხილოთ სულ მალე, ხო? შემცვლელად. ანუ რისი თქმა მინდა, ეს არის თქვენთვის სტატუსი, აი მიუდექით ამას როგორც თქვათ მომავალი პრეზიდენტის მეუღლე, თუ ეს იყო რაღაც ისეთი ადამიანური დამოკიდებულება და თქვენ დაინახეთ, რომ ეს არის საჭირო და იძულებული ხართ, რომ ხარში დაუდგეთ მას. ანუ მე ალბათ იტყვის ქალბატონი სანდრაც, ეს არის პოლიტიკური სტატუსი, როდესაც შენ ხარ პრეზიდენტის მეუღლე, თუ ეს არის რაღაც იძულებითი, რაზეც შეიძლება არც გინდოდეს წასვლა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გიწევს. მინდა დავიწყო ეგიდან, რომ მიზანი ჩემი ცხოვრების ნამდვილად არ ყოფილიყო, რომ მე ყოფილიყავი საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე. მაგრამ ჩემდა გასაკვირად დავდექი ამ რეალობის წინაშე და ჩემდა გასაკვირად იმიტომ ვთქვი, რომ დათომ როდესაც მითხრა გაზაფხულზე, რომ აპირებდა პრეზიდენტის კანდიდატად თავის დაყენებას, მე წინააღმდეგობა არ გამიწევია. ეტყობა რაღაცა ჯერისთი შეგნებული მქონდა, რომ მისი პოლიტიკური ცხოვრება ალბათ ამასაც მოიცავდა, მის საბოლოო ვთქვათ ნაბიჯი იქნებოდა პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის მონაწილეობის მიღება, მაგრამ გარდა ამისა მე რო დავფიქრდი, მივხვდი, რომ მეც ამ საქართველოს შვილი ვარ და მეც მინდა რომ ვიცხოვრო ბედნიერ ღირსეულ საქართველოში. რის იმედის მაქვს, რომ დათოს არჩევის შემთხვევაში ეს ქვეყანა ესეთი იქნება. ყველაზე საინტერესო აპლოდისმენტების შემდეგ დავსავ ამ კითხვას. იყო ვთქვათ აი ის განცხადება, რომელიც ქალბატონმა სანდრამ გააკეთა ჰოლანდიურ თოქ-შოუში, ხო? თუ არ ცდები, რომ თუ კი საქართველო არ აირჩევს პრეზიდენტად მიხეილს, თუ კი ხალხი არ აირჩევს სააკაშვილის პრეზიდენტად, ქვეყანა არის განწირული? დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადება იყო. რატომ ფიქრობთ ქალბატონო სანდრა ასე და შემდეგ იგივე კითხვა მექნება, ვთქვათ? მე ნამდვილად ფიქრობ, რომ დღევანდელ საქართველოს ძალიან დიდი ბრძოლის წინ არის ისევ. რა თქმა უნდა, საძირკვალი ისე თუ ასე არის შექმნილი, კორუფცია დამარცხებული, პოლიცია, ჯარი არსებობს, ელექტროენერგია, გზები, ასე შემდეგ, ინვესტიცია, მიმზიდველი გახდა საქართველო. ეხლა პირველ სართულზე ვარ, მეორე, მესამე და ასე შემდეგ უნდა ავაშენო ამ სახლის. ჯერ ერთი ამას აქვს გამოცდილება, ამას აქვს საერთაშორისო რეპუტაცია, აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება.
და მე მგონი ამას ძალიან კარგად ესმის დიპლომატიური ენა, ესმის ესე იგი ძალები, რაც ჩვენზე მოქმედებს და რა როლი ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ევროპაში და ნატო ინტეგრაციაში, მე მგონი უბრალოდ შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები იყოს სხვა კანდიდატები, მაგრამ ქვეყნის მმართველობა ეს არის ძალიან რთული და ამას უნდა, რა ვიცი, უნდა იყავი ესე იგი ყველაფერი ერთად უნდა გააკეთო და ვერ შეძლებ ფიქრობთ მისი კონკურენტები? ნუ ახლა ჩემ პირადი აზრია, მე ვფიქრობ, რომ ამ ჩემ მეუღლეს მართლა დაამთავრებს ეს საქმე 5 წელიწადში და გადააბარებს ესტაფეტას სხვას. იმედია, რომ იქნება ასეთი კანდიდატი 1-5 წლის შემდეგ, ვინც უკვე გამთლიანებულ საქართველოს იმედია სიღარიბის გარეშე, იმიტომ რომ ჩემ მეუღლეს მართლა აკეთებს რასაც უპირდება და რასაც მე მპირდება და ეს იქნება უკვე სხვანაირი პრობლემების წინაშე მდგარი პრეზიდენტი მომავალი. კარგი, დიდი მადლობა. რა სიტყვით თქვენ ხალბატონო ბელა? მოვისმინეთ, თუ საქართველოს არ აირჩევს, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს, ასე ფიქრობს ხალბატონი სანდრა. თქვენ რა სიტყვით? თუ საქართველოს არ აირჩევს შალვა ნათელაშვილს, რა იქნება? ქალბატონმა სანდრამ თქვა, რომ ქვეყნის მართვა არისო ძალიან ძნელიო და მე ვეთანხმები მას, რომ ქვეყნის მართვა მაშინ არის ძნელი, როდესაც ერთი პიროვნება, ანუ ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ მე ვარო თვით სახელმწიფოო. ანუ როცა ის ითავსებს თავის არში, იყოს პარლამენტი, იყოს აღმასრულებელი ხელისუფლება, იყოს ადგილობრივი ხელისუფლება, იყოს სასამართლო, იყოს პრესა, ტელევიზია, იყოს მერი და საერთოდ ზოგადად ითავსებს მთელ აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ერთი კაცისთვის ეს ძალიან დიდი ტვირთია. მაგრამ ჩვენ გვაქვს ალტერნატიული, ანუ სხვა პასუხისმგებლობის ინსტიტუტი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კაცი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე, ქვეყნის მართვა უნდა განაწილდეს სახელმწიფო შტოებს შორის, ის უნდა განაწილდეს როგორც აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებაზე, მეოთხე ხელისუფლება უნდა იყოს თავისუფალი, მოსამართლე უნდა იყოს არჩევითი, პოლიციის უფროსი რაიონებში უნდა იყოს არჩევითი, ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს არჩევითი და როცა მოხდება ხელისუფლების ამგვარი გადანაწილება სახელმწიფო შტოებს შორის, მაშინ ეს ერთი ადამიანისთვის ქვეყნის მართვა ნამდვილად არ იქნება ძნელი. და როდესაც რომ შალვა ნათელაშვილის მეუღლე შესაძლებელია შემდეგ არჩევნებზე ვიხილოთ მისივე კონკურენტად. იმდენად სერიოზული პოლიტიკური განცხადებები ვისმინეთ. ძალიან კარგი. ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ და მხოლოდ ამიტომ. და კიდევ მთელ ამ პოლიტიკურ თამაშებში რატომღაც ჩვენ გამოვრიცხავთ ხალხს, მოსახლეობას, ადამიანებს და ისინი რატომღაც პოლიტიკოსებისთვის ხდებიან უბრალოდ ბიულეტინები და ეს ძალიან უხერხულია და ჩვენ კი არა ზოგადად ხელისუფლება ვისთვის პასუხისმგებლობის გადანაწილება ხალხსიც როცა მოხდება ამგვარი ფორმით, მაშინ ჩვენ განთავისუფლდებით ერთხელ და სამუდამოდ და მაშინ როდესაც მიშა სააკაშვილთან, შალვა ნათელაშვილთან, იგივე დავით გამყრელიძესთან მოვა 150,000 კაცი და ეტყვის რომ აბა შალვა გადადექი, შალვა გადადგება. კარგი, დიდი მადლობა. ხომ არ უპასუხებთ რამეს და შემდეგ ალბათ მარინას დაუსვები. კი ბატონო მარინას. კარგით, გისმენთ. მე ქალბატონო სანდრა, თქვენ პასუხს და ცოტა შევწუხდი. ხა მე ნამდვილად პოლიტიკურ განცხადებას არ გავაკეთებ, მაგრამ ერთ სიმართლეს გეტყვით, რომელიც ჩემი გულიდან მოდის, რომ საქართველოს ისტორია ამ ხელისუფლებით არ დაწყებულა და არც ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ დამთავრდება. ძალიან დიდი ბოდიში თქვენგან მოდის პირად. ძალიან ძნელია ალბათ. მე ვფიქრობ. ერთი წუთით ეხლა მე მოგცემ ციფრებს. კარგი, მადლობა. მე ვფიქრობ, ნუ ესაც რა თქმა უნდა ჩემი პირადი აზრია, რომ ესე იგი რატომ გვებრძიან, ხო? გინდა დიდი ფულით, გინდა სხვანაირი მოტივაციებით, ხო? ჩვენ ვნახეთ კომპრომატები, ჩვენ ვნახეთ ეს ყველა აი 7 ნოემბერი რატომ მოხდა, როგორ მოხდა, რა გეგმები იყო. აი ეს დიდი ფული და ეს დიდი ასე თქვათ მოწოდება ქაოსის და ანარქიისკენ რატომ მოხდა? იმიტომ რომ არის სააკაშვილი ძლიერი და ამიტომ რუსეთიდან, აფხაზეთიდან, სამოჩაბლოდან ასე თქვათ მოდის ეს აგრესია, რომ ოღონდ ეს არ დარჩეს, იმიტომ რომ ვაიმე გამთლიანდეს ქვეყანა, ვაიმე ეკონომიური
ეკონომიურად ასე გააგრძელოს. ჩვენ 15% გვაქვს წელს ეკონომიური ზრდა, შარშან 12%. მიმშვიდელი გახდა ქვეყანა, ინვესტიციებით სავსე. დასაქმდება ახლა ხალხი. პენსიები გაიზარდა, ყველაფერი განათდა, ელექტროენერგია დავამარცხით. ჩვენ ამას ვფიქრობთ 3-4 წლის წინ, ნამდვილად არ ვფიქრობდით. კორუფცია რო ასე რა თქმა უნდა იყო ძნელი და რეფორმების გარეშე არაფერი არ ხდება და რა თქმა უნდა იქნება უკმაყოფილო ხალხი. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ნოლიდან, ხო? ჯერ ჩვენ დავიწყეთ მინუსებიდან. ახლა გავსწორდით, ასე თქვათ, ნულიდან ვიწყებთ, ცოტა უკვე გავაკეთე სიღარიბის წინააღმდეგ, გინდა ამ 700.000 ადამიანის მიმართ რაღაც ფულადი დახმარება, პოლისები ასე შემდეგ, სასადილოები, სხვადასხვა პროგრამები დასაქმების. ახლა კიდე უფრო სერიოზულად გავაგრძელებთ იმ სიღარიბეს წინააღმდეგ და მე ამიტომ ვფიქრობ, რომ ასე გვებრძვიან, ასე თქვათ, რომ იმიტომ რომ ხედავენ, რომ საქართველო გახდება და უფრო დაიხვეწება ეს ეკონომიური ზრდა, იქნება უფრო დამოუკიდებელი და იქნება უფრო ძლიერი და თავისი გზა ნატოსკენ და ევროპისკენ არჩევს და გააგრძელებს და ეს ძალიან ბევრ ძალას არ უცხობს. დიდი მადლობა. ხაბატონო ბელა, როდესაც გამოდის იგივე მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი და ამბობს, რომ მე გპირდებით, თქვა, საქართველოს სიღარიბის გარეშე. ოპოზიცია ამბობს, რომ არ სჯერა მათი. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვა თქვენს და შემდეგ თქვენს, ხავატონო მარინა. გარდა იმ სატელევიზიო დეკლარირებული განცხადებებისა, აი, როდესაც სახში თქვენთან საუბრობს ხოლმე თქვენი მეუღლე, თქვათ იგივე მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო დანაპირებზე. თუ თქვამს რამე ისეთი შეფასება, რაც მას ტელევიზიით არ გაუხმოვანებია. რატომ ესე კატეგორიულად არ მოსწონს ეს დანაპირები? რა ხდება? ხო, ჩვენ გვაქვს სხვა პრიორიტეტები, ხალბატონო ინგა. ჩვენთვის უმთავრესი ადამიანი მთელი თავის ღირსებით, თავისუფლებით, თავისი სოციალური სტატუსით. მოგეხსენებათ, რომ შვილისთვის სიღარიბის თემა წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი მთავარია, ყველაფერი უფასო, ასეთი. სოციალური წესრიგი თავისთავად ბუნებიდან არ მოდის. თქვენ იცით, რომ სოციალური წესრიგი ეს არის ხელშეკრულება, რომელსაც პოლიტიკოსები დებენ მოსახლეობასთან. და ჩვენი პრიორიტეტები სხვა არის. თუ სააკაშვილი საქართველოში პრიორიტეტულია, ესე იგი, ძლიერი ჯარი, ძლიერი უშიშროება, თუმცა მე მართალი გითხრათ არ მესმის რას ნიშნავს ძლიერი უშიშროება, ძლიერი ესე იგი ძალოვანი სტრუქტურები, რომელმაც კარგი გამოცდა ჩაატარეს ბჭყალებში 7 ნოემბერს, ჩვენ ვთვლით, რომ პრიორიტეტები უნდა გადაისინჯოს და მეტი ყურადღება სოციალურ ფონს უნდა დაეთმოს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობის ფსიქიკა ზოგადად თვლის იმაზე, რომ მათ უზრუნველი ბავშვობა ჰქონდათ, უზრუნველი ახალგაზრდობა ჰქონდათ, მოხუცებულობა უზრუნველი ჰქონდათ და უცებ ისინი აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი საქართველოს სტატუსით აბსოლუტურად დაუცველები. ესე იგი ის რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი წელი, რომ ჩვენ შევცვალოთ ეს მენტალიტეტი, რომ ადამიანმა ესე იგი თავისი შრომი დაიჯეროს, რომ თავისი შრომით შეუძლია არჩინოს თავისი თავი და სახელმწიფო მის ესე იგი სოციალურ ფუნქციაში ნაკლებად ერეოდეს. და ამას ჭირდება წლები, მაგრამ ეხლა ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე. პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩვენ გადავდივართ თავისუფალ საქართველოში, კაპიტალისტურ ქვეყანაში და ჩვენ ეს კაპიტალიზმი რისთვის გვჭირდება? გვჭირდება იმისთვის, ბატონი შავა ამბობს, რომ დიდარ წავართხმებ ღარიბს მივცე, არსენას მოდელი შეგახსენებ. შავა ამბობს, რომ დიდარი უნდა იყოს გაკონტროლებული და ღარიბი უნდა იყოს დაცული. და ეს ორი სხვა განსხვავებული ფორმულირებაა. კარგი. და კიდევ თქვენი შეკითხვა დამოწვა ამასობაში? არა, ამასობაში სწორედ უპასუხეთ თქვენ ჩემ შეკითხვას. ანუ თქვენი დამოკიდებულება, როდესაც არის საუბარი იმაზე. სხვაგვარი და ამგვარად ჩვენ უფრო დაცული გვეყოლება ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი და იგივე ეს ფორმულირება საქართველოს სიღარიბის გარეშე და საქართველოს გაჭირვების გარეშე, რასაც ჩვენ ვამბობთ. ეს უფრო სხვა მოდელი იქნება და ჩვენ ამას სხვანაირად შევხედავთ. კარგი, დიდი მადლობა. ხალბატონო მარინა, რა სიტყვით თქვენ?
საქართველოს სიღარიბის გარეშე ეს არის მთავარი დაპირება, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი გამოდის დღეს წინა საარჩევნოდ. ანუ მთელი აქცენტი არის გაკეთებული საქართველოს სიღარიბის გარეშე. ოპონენტები, როდესაც მას აკრიტიკებენ ხოლმე, ამბობენ, რომ მათ არ ჯერათ ამ დანაპირების. აი ბატონ დათოსთან თუ გისაუბრია, თქვათ ამ თემაზე სახლში, სატელევიზიო განცხადებების მიღმა, რატომ ამბობს იგი, რომ არ ჯერა მას სააკაშვილის დაპირების? რა არის მისი? მე დათოსთან ამ თემაზე ნამდვილად არ მისაუბრე, იმიტომ რომ ბოლო 2 თვეა დათო სახლში ფაქტიურად არ არის, მაგრამ მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს სიღარიბის გარეშე ამ ლოზუნგი ეს შეიძლება 20 წლის წინაც გაკეთებულიყო. ეს ჩემი პირადი აზრია და ისე ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნახოთ როგორ იქნება. კარგით, მე ერთი კითხვა უნდა დავსვა. პროგრამაში ვთქვათ, იმიტომ რომ ეკონომიური ყველას პროგრამა ალბათ მოიცავს ამ თეზისს. მართლა ძალიან რთულია რა თქმა უნდა სიღარიბის დამბრძოლა და ეს მართლა ძალიან გამბედავი გზავნილია მისი და ეს არის ძალიან კომპლექსური თან, იმიტომ რომ იქ ზოგი ბინა არ აქვს, ზოგი რაღაცა საბუთები არ აქვს, ზოგი სასამართლოში აქვს საქმე, მართლა ძალიან რთული, მაგრამ 5 წელიწადში ჩვენ აი დაზღვევით, დასაქმებით, აი განვითარებით, ინვესტიციებით ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდი ნაბიჯი წინ გადავდგა. ერთი კითხვა უნდა დავსვა, ქალბატონო ბელა, როგორ ფიქრობთ, აი თქვენი მეუღლის ყველაზე მთავარი ღირსება, რის გამოც თქვენ ფიქრობთ, რომ იგი უნდა გახდეს პრეზიდენტი, იგი უნდა იყოს ყველას შორის გამორჩეული და უნდა იყოს პირველი, რა არის? პრინციპულობა, ნამდვილად და უდაოდ. ხშირად არაპოპულარული ისეთი განცხადებების კეთება. აი რომელი გაიხსენეთ, აი რომელი განცხადება? რევოლუციის დროს თუნდაც. რომელი? აი ეს განცხადება, რომ მე არ მოვალ მიშა შენთან რაღაც ესეთი მსგავსი ყოველ შემთხვევაში და გაფრთხილება, როცა ეს ხალხს აფრთხილებდა არ მისულიყო. იგივე თუ არ ვწდები დავით გამყრელიძესაც იგივე მოედანზე, სადაც მაშინ წყდებოდა საქართველოს ბედი და ეს არ ითვლებოდა რატომღაც გადატრიალება და ეხლა როცა ეს მოედანი სამჯერ უფრო მეტი გახდა, რატომღაც შიშველი ხელებით მისული ადამიანების ეს აქცია გახდა გადატრიალებით შეფასებული. ნუ ეს სხვა თემაა. ეს არის მისი მთავარი ღირსება, პრინციპულობა თქვენ. და კიდევ ქალბატონო ინგა, მე არ შემიძლია რომ ამას ხაზი არ გაუსვა. ჩვენ ესე იგი ამ დამოუკიდებელი საქართველოს ეტაპზე გადავედით სრულიად დაბნეულები პოსტკომუნისტური სივრციდან. და ჩვენ ესე იგი უნდა გვეფიქრა ზოგადად საზოგადოებას უნდა ეფიქრა და პიროვნებებს ლიდერებს რომ ქვეყანას ყოლოდა ჯანმრთელი პარტია პოლიტიკური ძალა ლეიბორისტული პარტია ეს პარტია თქვენი ლეიბორისტული პარტია და ეს არის შალოს დიდი დამსახურება რომ მანამ ქვეყნისთვის შექმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და ალბათ მომავალში დაიხვეწება ეს პროცესები და მე მგონია რომ საქართველოში 2-3 პარტია იქნება კონკურენტუნარიანი და ძლიერი და ამ პარტიებს შორის აუცილებლად იქნება ლეიბორისტული ძალიან მისი ყოველდღიური შრომის, თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ეს არის მისი ღირსება. ეს არის მისი ღირსებაო. რა სიტყვით თქვენ ქალბატონო მარინა, მთავარი ღირსება დავით გამყრელიძის. არ ვიცი ეს პოლიტიკური რაღაც სხვა თვისება, სხვა ღირსებაზე ისაუბრებ თუ რა არის ის მთავარი, რის გამოც თქვენ ფიქრობთ, რომ გამყრელიძე არის გამორჩეული და იგი არის ღირსი რომ გახდეს პრეზიდენტი. აი რო ვთქვი, რომ მე დათოს წავყევი, ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თქვა, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, მე მიმაჩნია, რომ დღეს სწორედ დათოსნაირი პრეზიდენტი გჭირდება საქართველოს. ანუ როგორი? აი მე მაგალითად, როგორც ყველას ვჭირდება ოჯახში სიმშვიდე, სიმშვიდე ქვეყანაში. დათო არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ვთქვათ, ეს სიმშვიდე შემოიტანოს ყველას ოჯახში და ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ის არის ძალიან სამართლიანი ადამიანი თავის თვისებებიდან გამომდინარე. ერთ-ერთი მისი საუკეთესო თვისება ეს არის სამართლიანობა, რაც ოჯახშიც ყოველთვის ესე იქცევა ხოლმე. და მას გადაწყვეტილად და მეც მიმაჩნია, რომ ნამდვილად ესე მოიქცევა დათო, რომ აღადგენს სამართლიანობას ყველა სფეროში და მესამე, აი, მინდა კითხოთ ინგა, თქვენ თუ გახსოვთ, ოდესმე დათო წავე პოლემიკაში კი, რომ ოპონენტის ღირსება შეელახოს. არა, ნუ ეხლა ამ ხრივ არა, ღირსებას ნამდვილად არ შეხებია, მე რაც მახსოვს დათო, იმიტომ რომ დათო წავე ოპონირების დროსაც ღირსებას არ ულახავს ადამიანს და დარწმუნებულია, რომ დათოს პრეზიდენტობის შემთხვევაში საქართველოში ყველა ადამიანის ღირსება იქნება ხელშეუხებელი. დიდი მადლობა, ეს იყო ქალბატონი მარინას პასუხი. Khairas ikut. Khalbatono Sandra, მთავარი ღირსება
რომლის გამოც თქვენ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ უნდა იქნას არჩევნებში? სიტყვის ადამიანი, საქმეს გააკეთებს, აჩვენა კიდეც რომ საქმეს აკეთებს, ის არის უძლიერესი პატრიოტი, დღე და ღამე მუშაობს ამაზე, შეიძლება ჩემ პატარ ნიკუშასთან ან ედუჩასთან ნაკლებად დრო გატაროს, მაგრამ ქვეყანაზე ზრუნვაც არის პატარა ბავშვის მოვლასავით, უნდა გაუთენონ ხამეებით და ამისთვისაც მე ნამდვილად პრეტენზიული არ ვარ იმ ხრივ, მე ვიცი რომ ეს ქვეყნის საქმეა და სრულიად მის გვერდზე ვარ და ვიცი რომ მართლა გაატანს ბოლომდე, აი რაც აქვს მოფიქრებული, აი გინდა აფხაზეთზე, გინდა ბოლო სიღარიბე ადამიანამდე მისვლა, მე ვიცი როგორ იგი გულის ტკივა, როცა რაღაც არ გამოსდის, ან რაღაც პრობლემაა, ან რაღაც გადაცაცხვეტია რუსეთთან მიმართებაში, ეს იღებს ძალიან პიროვნულად და ამაზე ფიქრობს მე დღე და ღამე როგორ გამოვიდეს და ყოველთვის პოულობს გამოსავალს და ყოველთვის პოულობს აი თუნდაც ამ კრიზისიდან რაც ნოემბერში მოხდა იგი იყო კიდე ხო ერთი წელი პრეზიდენტი, მაგრამ თქვა რომ მოდი რაღაც გავაკეთოთ ასეთი რამ მე მივცემ ასე ვთქვათ ერთი წელი ჩემი პრეზიდენტობის ვადა და მინდა ვიხო დარწმუნებული რომ ხალხი იმ გზაზე გამხვება რომელზეც მე დგევარ და მომავალი 5 წელი რომ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა და ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან დიდი ნაბიჯი და მე მგონი ბრძენი და სწორი გადაწყვეტილება და ჩვენ სეგ ნახავთ მოდით მე დარბაზს დავუსვათ თქვენი ნებართვით შეკითხვას. ქალბატონო გიული, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. რამდენიმე წლის წინ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გახდებოდა პრეზიდენტი, მე თქვენ დაგისვით ერთხელ ესეთი კითხვა, რომ აი ბავშვობიდან თქო, თუ შეგიმჩნევიათ მისთვის თქვათ ეს ლიდერობის სურვილი და თუ გიფიქრიათ, რომ მას შეიძლება უნდადეს ქვეყნის პრეზიდენტობა. თქვენ მაშინ თქვით, რომ ჯერჯერობით არ ქონდათ შემჩნეული, რომ შესაძლებელია სააკაშვილის სურვილი ქონოდა მაინც და მაინც გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი. დღეს მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ, აი, როდესაც მეორე ვადით აპირებს თქვენი შვილი რომ გახდეს პრეზიდენტი და აი ამ ფონზე, როდესაც თქვენ ისმენთ ყოველდღიურ კრიტიკას მისას, რაც ეხლაც არის ამ დარბაზში და ალბათ ტელევიზორიდანაც ადევნებ თვალყურს. აი, თქვენი დამოკიდებულება როგორია? ამ ფონზე რამდენად ფიქრობთ, რომ თქვათ მას აქვს შანსი რომ გახდეს პრეზიდენტი? მოგესალმებით. მე მგონი მაშინ ჩემი პასუხი ცოტა განსხვავებული იყო. არა პირიქით მე ვთქვი მაშინ რომ გამოკვეთილი ლიდერი იყო თავიდანვე და ბავშვობაში ეს ამას ყოველთვის ავლენდა ხოლმე ხშირად. ხა პრეზიდენტობაზე მაშინ ლაპარაკი შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ქვეყანა არ იყო ჩვენი დამოუკიდებელი და პრეზიდენტი მაშინ საქართველოში არ არსებობდა, პერსპექტივაშიც არ ჩანდა. ისე რომ რა თქმა უნდა ამაზე არ ყოფილა ფიქრი. მაგრამ რაც შეეხება კრიტიკას, ნუ რო გითხრათ რომ ძალიან სიამოვნებს, რა თქმა უნდა არ სიამოვნებს, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ეს ნორმალურია, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილი ფიგურაა და ეს კრიტიკაც ბუნებრივია ასე დროს და გაცრავად რა იყო არა, უბრალოდ აი ამ ფონზე, როდესაც აი ვთქვათ იგივე მარადიულად არის საუბარი 7 ნოემბერი, რის გამოც შემდეგ მან კიდეც მიიღო ეს გადაწყვეტილება დაინიშნა არჩევნები. როდესაც იგივე ოპოზიცია, მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ მას გაუჭირდება, ვთქვათ არჩევნებშიო გამარჯვება. აი თქვენი დამოკიდებულება, თქვენი პროგნოზი როგორია? როგორ ფიქრობთ, გაუჭირდება თუ იგი გახდება მეორე ვადით? ჩემი პროგნოზია რომ ის გაიმარჯვებს. თუნდაც დღევანდელი ზუგდიდში შეხვედრა მე ამას ძალიან კარგად და მე ვფიქრობ ვინც ბრმა არ არის უგაცრავად ყველა კარგად დაინახავდა ხალხი მთლიანობაში ხალხი ყოველთვის სწორია და ხალხს ძალიან კარგად აქვს ეს ინსტინქტი განვითარებული და იცის ვის უნდა წაყვეს და ეს ძალიან კარგად ჩანს მე ვფიქრობ მას ძალიან დიდი შანსი აქვს რეალური შანსი აქვს და ეს მე ვფიქრობ რომ სამართლიანია და ესე რა უნდა გითხრათ იცით ინგა რა თქმა უნდა როცა თავიდან დაიწყო ჩამოვიდა და ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში მეც მიჩნდებოდა ხოლმე ზოგჯერ რაღაც შეკითხვები რაღაც ეჭვები მაგრამ იმდენჯერ დავრწმუნდი უკვე რომ ყოველთვის მისი გადადგმული ნაბიჯი იყო ხოლმე სწორი რომ ეხლა ხშირ შემთხვევაში მე მას აბსოლუტურად ბრმად ვენდობ იმიტომ რომ მე ვხედავ რომ ეს არის პროფესიონალი პოლიტიკოსი იგივე დაახლოებით იგივე თქვა წინა გადაცემაში თუ არ ვწდები ქალბატონმა სანდრამაც თქვა სწორი იყო, იმიტომ რომ სანდრაც კარგად იცნობს და მასაც ეს გამოცდილება. კარგი, დიდი მადლობა. ქალბატონ ფიქრია სურს სიტყვის თმა, გისმენთ ქალბატონო ფიქრია.
მოგესალმებით, მივესალმები ქალბატონებს. მე აქ საინტერესო საუბარი გვაქვს. განსხვავებულ ამპლუაში ვარ ამჯერად, მე მარინას უჭერ მხარს. ძნელი გამოსაცნობი ალბათ არ იქნება. არა, პოლიტიკურ ამპლუაში არა ვარ, ანუ აქ და ძალიან მეამაყება, რადგანაც მარინა დათო გამყრელიძის სახეს საუკეთესოდ წარმოადგენს, მე ვფიქრობ. მე მინდა ერთი რამე ვთქვა. დღევანდელი დღე ცოტა უცნაურია ერთი რამით. რომ სანამ პრეზიდენტობის კანდიდატები არ შემოუსხდებოდნენ დებატების მაგიდას, ძალიან უცნაური ჩანს ასე ვთქვათ, კანდიდატების მეუღლეების მაგიდის გარშემო ჯდომა. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი იქნებოდა თუ კი მათ ვნახავდით მაგიდის გარშემო დიალოგში და დებატებში, იმიტომ რომ დებატები უნდა იმართებოდეს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ რა განწყობები აქვს მათ ოჯახში, ოჯახის მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გვენახა, ვერ ვნახეთ დებატები, ჩვენ ვნახეთ მხოლოდ პირდაპირი ჩართვები. ბატონი სააკაშვილი პირდაპირ ჩართვაშიც არ აღმოჩნდა, მხოლოდ კოლაჟად მოგვევლინა. მე მოუწოდებ საზოგადოებას, რომ ბატონი სააკაშვილი კოლაჟის სახით შემოუნახოთ საქართველოს ისტორიას და 5 იანვარს გავაკეთოთ სხვაგვარი არჩევანი, რომელიც საქართველოსთვის ეხლა მე უნდა ვკითხო ქალბატონ სანდრას. დიდი მადლობა ფიქრიას. აკროვი ხო ლაიქარი ხო? ბატონო, ერთი წუთი თუ შეიძლება დიდი მადლობა. გისმენთ? აკროვიჯეკი თელი ოჯახი და ასე შემდეგ. ეს არის ხო პირდაპირ 1 საათის განმავლობაში თუ არა მეტი? არა, დებატებზე. თქვენი დამოკიდებულება, აი, როდესაც ისმენთ ხოლმე, თქვათ იგივე ქალბატონი ფიქრია, რომელიც სულ აკრიტიკებს თქვენს მეუღლეს. აი, ამ დროს რამის თქმის სურვილი თუ გიჩნდებათ ხოლმე, თუ უბრალოდ უსმენთ და იცით, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუ ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, კრიტიკა, მაგრამ ვიცი, მე მგონი არ არის ამისი საფუძველი. მე მგონი ჩემ მეუღლეს ძალიან კარგადაც დებატებში შედის და ის ურჩევნია, რომ შევიდეს მოსახლეობასთან დებატებში და არა სხვა კანდიდატებთან. ალბათ ამის საფუძველი თვითონაც ყველაზე კარგად იცის და მოსახლეობასთან ყველაზე გულსრფელი და ნორმალური ურთიერთობა აქვს ხოლმე და ეს დებატები მე მგონი ჩანს ტელევიზორშიც შეხვედრები და ეს ნამდვილად არ არის ზოგიერთ ამბობს ეს არის ხალბი, ეს არის დადგმული, ისა ნამდვილად არა. ახლა თქვენც ხო იცით რომ დადის სპონტანურად შედის იქ, შედის იქ ხალხს ათქვევინებს, რასაც უნდათ ხო და პრესაც ხოთა შორის ქალბატონო ბელა, პრესაც ათქვევინებს, რასაც უნდა. მედია თავისუფალია საქართველოში. გადააშვევინე ერთი გაზეთი, ნახე რამდენიმე არხზე კრიტიკის მეტი რა არის. თუმცა იყო ასეთი პერიოდი, ყოველ შემთხვევაში ამ არჩევნებამდე, აპლოდისმენტების შემდეგ მე ვიტყვი ამას, როდესაც იგივე ხელისუფლება, ვთქვათ მიხეილ სააკაშვილის გუნდი, დაახლოებით 1 წელიწად ნახევარი ამბობდა უარს, რომ მიიღო მონაწილეობა ამ თუ იმ გადაცემაში და მე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი გადაცემა ასეთი მეც მიმყავდა. და მე წინა გადაცემაზეც, როდესაც სააკაშვილი იყო პირდაპირ ეთერში, ვთქვი, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის თქო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნახეთ ხელისუფლებისგან, ანუ ბოიკოტი, რომელიც იყო გამოცხადებული პრესის მიმართ. ეს ფაქტები იყო და დღეს თუ კი დაიწყო დებატები, ეს არის ძალიან კარგი და ალბათ უნდა ვისურვოთ, რომ გაგრძელდეს ეს დებატები და აღარ იყოს არანაირი შეზღუდვა. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თავის დროზე ძალიან სერიოზული სკანდალი მოხვა ყოფილი პირველი ლედის ქალბატონი ნანულის, რომელიც გარდაცვლილია, მაგრამ მე უნდა გავიხსენო ეს ფაქტი განცხადებას, როდესაც ნანული შევარდნაძემ გააკეთა თავისი ცნობილი განცხადება პენსიისა და დიასახლისის შესახებ. რამდენი ლარი შეიძლება ეყოს, თქვათ, კარგ დიასახლის. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მაქვს ხოლმე ეს კითხვა, როდესაც ვინმე ვხედავ პოტენციური პირველი ლედი თუ კი ზის ამ დროს. თქვენი აზრით, როგორ ფიქრობთ, რა თანხაა საჭირო დღეს იმისათვის, რომ ნორმალურმა, ჩვეულებრივმა ქართულმა ოჯახმა იცხოვროს, აღზარდოს შვილები, თუნდაც 2 შვილი, 3 შვილი, მიაღებინოს მათ განათლება და იცხოვრონ ისე, რომ არ შეილახოს მათი თავმოყარეობა. მოდით დავიწყებ თქვენგან, ქალბატონ სანდრა, და იგივე პასუხი მაინტერესებს თქვენგანაც. გისმენთ? რა თქმა უნდა, მაშინ სხვა დრო იყო და ჩვენ ახლა მეტი საშუალებები გვაქვს და ჩვენ უკვე ავედით, პენსია, რა თქმა უნდა, არ ყოფნის არანაირად, მაგრამ უკვე 55 ლარავს ავიდა, მე კიდე დაიმატება 2008 წლის ამ წლის განმავლობაში დაახლოებით $100-მდე, ეს უკვე არის საკმაოდ ბევრჯერ ის ასე ვთქვათ სიღარიბის ზღვარზე მეტი. საერთოდ რაღაც საერთაშორისო
ასეთი შეთანხმება არის, რომ $1 დღეში არის სიღარიბე. ეს არის სიღატაკე. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ამაზე ვართ სამჯერ მეტი და ახლა მივდივართ ძალიან სწრაფი ტემპით უფრო შორს, მაგრამ მე მგონი, არა მხოლოდ თანხაზე უნდა იყოს აქ ლაპარაკი, არამედ გარანტიებზე. ესე იგი, ყველა ოჯახს სჭირდება დაზღვევა, არა მხოლოდ სამედიცინო პოლისები, არამედ თავისი საკუთრების დაზღვევა, რომ რაღაცა დიდი თანხების გადახდა არ მოუწევს, როცა არის, რა ვიცი, ხანძარი, ან ქურდობა, ან რამე სხვა. რა თქმა უნდა, ყველას სჭირდება ასეთი გარანტია, ასეთი დასაქმება და თუ არა ხარ დასაქმებული, მაშინ რა თქმა უნდა, საარსებო მინიმუმი უნდა კონდეს თითოეულ ადამიანს, ეს არის ცნობილი, რომ ჩვენ იქ ნამდვილად ჯერ არა ვართ, მაგრამ ნელ-ნელა იქ სწრაფად უბრალოდ ნელ-ნელად კი არა, უკვე ძალიან სწრაფად მივდივართ იქამდე და ესაც მინდა გითხრა, რომ კერძო სექტორში, რომელიც იზრდება დღეს საქართველოში, 500 ლარზე ნაკლებად აღარ იღებს არავინ. უკვე ძალიან სერიოზული ხელფასებია და სახელმწიფო სექტორშიც, ალბათ ბატონ გიგიც დამეტანხმება, უკვე ნელ-ნელა უფრო ნორმალურ პირობები შეგიძლია შეგიქმნა შენი ოჯახისთვის, შენი შვილებისთვის. ანუ დაახლოებით რა თანხა არის საჭირო და ითქვე რამდენს ხარჯავთ და იგივე კითხვას შემდეგ ქალბატონის. ხარჯავთ, ეს არის ძალიან ღიად. კანცელარიაში არსებობს ამისი კალკულაციები, რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო ოჯახში არის რაღაც ხარჯები, რაც არის სახელმწიფო ხარჯები, ჩვენი ავეჯი ჩვენი არ არის, ეს არის სახელმწიფოსი. მე გპატიჟებ ჩვენ ბინაში, ჩვენ ძალიან ასე სკრომნად ცხოვრობთ მეოთხე სართულზე, პარლამენტის გვერდზე, თქვენ ეს სახლი იცით, იმიტომ რომ იყო ხოლმე რაღაცა საპროტესტო აქციები და ეს არის ძალიან ღია ინფორმაცია, რამდენი დავხარჯე მაცონზე, რამდენი პამპერსებზე და რამდენი პოლონეთის პირველი ლედი საჩუქარზე. ეს ნამდვილად დასამალი, აქ არაფერი არ არის, ეს შეგიძლია მოიქო. დიდი მადლობა. ძალიან კარგი, საინტერესო პასუხი იყო. მე აუცილებლად გამოვიყენებ თქვენს ამ შეთავაზებას და იმ შემთხვევაში თუ კი ვთქვათ გამარჯვება დარჩება მიხეილ სააკაშვილს, მაშინ პირველი სტუმარი ჟურნალისტებიდან მაინც შევეცდები რომ ვიყო მე იგივეს პირობას ჩამოგართმევთ ახლა ორივეს ქალბატონო ბელა და ქალბატონო მარინა. თუ კი რომელიმეს დარჩება თქვენი მეუღლეებიდან გამარჯვება, რომ პირველი ინტერვიუ როგორც მეუღლეებს ყველაფერი შეუძლიათ ხოლმე პირობა მომცეთ რომ გვექნება ჩვენ. მოდით მითხარით, რა თანხა სხარჯავს ნათელაშვილის ოჯახი იმისათვის, რომ იცხოვროს, იმისათვის, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით გააგრძელოთ, ცხოვრება ასწავლოთ შვილებს და ასე შემდეგ და როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში რა თანხა არის საჭირო ამ ყველაფრისთვის? ქალბატონო ინგა, ხელისუფლებას და ოპოზიციასაც იმიტომ დაჭირდა თითქმის ერთნაირი, ასე ვთქვათ, მოწოდებების გაკეთება საქართველოს სიღარიბის გარეშე, საქართველოს გაჭირვების გარეშე, რომ ალბათ ყველა ჩვენგანი აცნობიერებს თუ რა დიდი უბსკრული გაჩნდა მოსახლეობის ფენებს შორის. არის უღარიბესი და უმდიდრესი ფენა მოსახლეობის. და ჩვენ როდესაც საუბრობთ რაღაც სოციალურ სოლიდარობაზე, სწორედ საუბრობთ იმიტომ, რომ ეს უბსკრულიდან ამოვიდეს ჩვენი ღარიბი მოსახლეობა, ვისაც პენსიიდან პენსიამდე სულ ზღაფავს ხალხი და ხშირად წამალსაც ვერ ყიდულობს და მე ვიცი ოჯახები, რომლებიც შაქარს ვერ ყიდულობს იმისათვის, რომ ჩაი და პურზე არიან თითქმის და ეს არის ჩვენი ტრაგედია, ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. ეხლა ამ ტრიბუნიდან ვისაუბროთ თანხებზე თუ ვინ რამდენს ხარჯავს. ეს არის ძალიან უხერხული თემები. ძალიან საინტერესოა, თუ კი თქვენ იქნებით პრეზიდენტის მეუღლე, თქვენი მოსაზრება ალბათ საზოგადოებრივი. ლეგალური შემოსავალი 560 ლარი პარლამენტიდან წევრობის დიახ, ვინც ადრე იყო პარლამენტის წევრი, მათ ენიშნებათ და ვიღებთ ამ თანხებს და პლუს პარტიის თავმჯდომარის ხელფასი. ეხლა რამდენი გვჭირდება სურვილებსა და შესაძლებლობის შორის ძალიან დიდი უბსკრულია. სურვილები დიდია, შესაძლებლობები ნაკლები და იძულებული ვარ ჩავეტიოთ იმ თანხებში, რა თანხებიც გვაქვს. მაგრამ მე ახლა ვსაუბრობ არა ჩვენს თანხებზე, ანუ ჩვენ რაც გვაქვს და ჩვენ რასაც ვიმყოფინებთ. ზოგადად ვსაუბრობ ჩვენი შეჭირვებული მოსახლეობის შესაძლებლობებზე. და ამიტომაც მე მახსოვს ჩვენი ბრიფინგი, როცა შალომ ჩაატარა, ბრიფინგი ეს ეძღვნებოდა თუ
ვუხმარცდები პირველადი მოხმარების პროდუქტებს. როდესაც მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ იყოს გარკვეულწილად შეღავათიანი ფიქსირებული ფასები შაქარზე, კარაგზე, პურზე, ანუ იმ აუცილებელ პროდუქტზე, რომლის გარეშეც ორგანიზმის ფიზიკური არსებობა არის წარმოუდგენელი. ეს დაახლოებით რა არის ეს თანხა? თუ შეგიძლიათ ხავდობთ. დაახლოებით თვითღირებულება პროდუქციის, რითაც შეიძლება ოჯახმა თავი ეს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, მაგრამ იმისათვის რომ რაღაც გარკვეულ პერიოდში დავძლიოთ ეს გაჭირვება და ჩვენ არ მივიღოთ ვიტამინებისგან გამოცვლილი მომავალი თაობა და დასუსტებული ჩვენი მოხუცებულები, ამისათვის ეს გარდამავალ ეტაპზე კარგი იქნებოდა და დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო მარინა, ბრძანეთ. ძალიან რთულ გადაცემაში მოვხდი, მე მგონი ჩემაგივრად ჯობდა ირაკლიაშვილი ან დათო ყოფილიყო არა, საინტერესოა. მე იცით რატომ ვსვამ ამ შეკითხვას? იმიტომ რომ თითოეული თქვენგანი არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი მეუღლე შეიძლება გახდეს პრეზიდენტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანის მოსაზრება ძალიან აინტერესებს მაყურებელს. მე უბრალოდ ნამდვილად დათო ბიზნესში იყო წლების განმავლობაში, შემდეგ გაყიდა ეს ბიზნესი ნამდვილად არ მიჭირს, ჩვენ ოჯახს ნამდვილად არ უჭირს და მიმაჩნია, რომ დათოს გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოში ოჯახების უმრავლესობა იქნება ნორმალური არსებობის, ეხა არის იღარიბის ზღვარზე, ხო, როგორც ყველამ ვიცით. და შეძლებს ნორმალურად ცხოვრებას, განათლების მიღებას, მიცემას თავის შვილებისთვის და ღირსეული მომავლის აღსდას. მეტი ვერაფერს ვერ. დიდი მადლობა. გიგი წერეთელს მინდა ერთი კითხვა დაუსვა და შემდეგ სულ ბოლოს სტუმრებთან. ბატონო გიგი, აი ახლა თქვენ როდესაც უყურებთ ამ ყველაფერს, რა სიტყოდით? აი იყოთ რიგითი ჩვეულებრივი ამომრჩეველი, ახლა არ გამოხვიდეთ იქიდან, რომ ხართ უმრავლესობის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე. აი რომელი სტუმარი იქნებოდა თქვა თქვენთვის დამაჯერებელი თავისი არგუმენტები? გისმენთ? მოგესალმებით ყველას, არ ვიცი ისმის თუ არა კარგად. ისმის. ნამდვილად შევეცდებოდი, რომ ეს ჩვეულებრივი მოქალაქის სტატუსით მელაპარაკა, ვთქვათ, რომ არა, ამ შემთხვევაში ფიქრიას რემარკა და თქვენიც ამ შემთხვევაში მე მინდა ძალიან მოკლედ თქვენ გითხრათ, ცოტა მოკლედ, მაგრამ ჯერ მინდა ყველას მივესალმო ამ სტუდიაში, მივესალმო აქ დებატებში მონაწილე ქალბატონებს. ძალიან საინტერესო იყო. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათი დებატების. ეხლა ყველას წარმატება. დიახ. თქვენ მინდა უბრალოდ გითხრათ და ეს მოიტანა თემამ, როცა ბოიკოტზე იყო საუბარი, დებატებზე იყო საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩავაბაროთ წარსულს და ნუღა გავიხსენებთ ახლა ამ არა, ჩავაბაროთ წარსულს, მე ვარ მომხრე რომ ჩავაბაროთ. ვირატომ არ მიდიოდა დებატებზე? ნუღა გავიხსენებ ძალიან ძნელია, როდესაც ხარ ჟურნალისტი. თქვენ უბრალოდ ერთი რამ თქვით, რომ იყო პრესის მიმართ ბოიკოტი. პრესის მიმართ არ იყო ბოიკოტი, ბოიკოტი იყო მხოლოდ ერთი, ну ასეთი ფორმა, ასე ვთქვათ, გარკვეული პროტესტისა ერთი ტელეკომპანიის მიმართ. ბევრი რამ გაირკვა, ბევრი რამ დღეს ნათელია და არა მხოლოდ ამ ჯგუფმა პოლიტიკოსების, არამედ ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა თავად მაგრამ რადგან ამის ანგაჟირება ხდება ხშირად, ამაზე ხდება ლაპარაკი, მე არ შემიძლია ამას არ ვპასუხო. მეორე რაც აუცილებლად მინდა ვთქვა ამ დებატებთან დაკავშირებით. ხო, მოდით ესე ვთქვათ, აქ ბრძანდებიან სხვა პარტიების წარმომადგენლები, ვინ დაუშალა რომელიმეს ერთმანეთთან დებატებში დაჟდა. არა, ყველა კანდიდატი ამბობდა, რომ მას სურდა მიხეილ სააკაშვილთან დებატა. ვინ დაუშალა საუბარი რომელიმეს დამზარიყო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, 7 კანდიდატია და შეეძლოთ ერთმანეთში, მე მგონი დებატები აქ პრობლემა არაფერი არ არის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე მგონი რომ ძალიან ბევრი შეხვედრა იყო, ძალიან ბევრი კამათი იყო, ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა ის თუ რა პროგრამით მოდის ის და მისი გუნდი, მე ვფიქრობ, აქ ახლა ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ თქვენ რა მკითხეთ? თქვენ გინდათ პასუხის გაცემა. დღეს რაღაც ბევრჯერ დამისვეს ეს შეკითხვა ამ გადაცემაში და გაუგებრად ვლაპარაკო. პირველად გამიჩნდა. და ასე ფიქრიას მინდა უთხრა. არა უშავს, ახლა ის უფრო მიცის ხოლმე. ვის როგორ შემოინახავს ისტორია, ამას მართლა ისტორია გვაჩვენებს ჩვენ, მაგრამ თქვენ მკითხეთ, ვის დაუჭერდით მხარს რომ იყოთ ჩვეულებრივი მოქალაქე. ცოტა რთულია ჩემთვის ხა საუბარი ამაზე, ხა ვიზუალური მხარეთ ნამდვილად არ ვიმსჯელებ. აქ შეიძლება რთული იყოს, ხო? მე ნამდვილად ხა ყველას ისე კარგად დიდი ხანი არ ვიცნობ, თქვა ქალბატონ ბელას, ქალბატონ მარინას ვიცნობ და მხოლოდ კარგი შემიძლია. ქალბატონ სანდრასთან დაკავშირებით არ გინდათ რომ ჩემი აზრი გამოვხატო? რატომ ქალბატონ სანდრასთან დაკავშირებით? იმიტომ რომ ქალბატონ სანდრასთან ერთად მოვედი, მე
მხარს უჭერ მიხეილ სააკაშვილს, მხარს უჭერ ბუნებრივია იმ პროგრამას, რომელთაც ჩვენ მოვდივართ და მოდის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან სერიოზულს, რეალისტურს, გამბედავს და დაფუძნებულს იმაზე, რაც გაკეთდა ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანაში, დამდით მოდისკენ მოგიხდით და ქალბატონ სანდრას ემიტომ უჭერ მხარს და მგონია რომ ის იქნება ძალიან ეფექტური და კარგი პირველი ქალბატონი მომავალი 5 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ მე ვიცი რაც იყო წინა 4 წლის განმავლობაში. როგორი აქტიური იყო, როგორი ინიციატივიანი იყო, როგორი ასე ვთქვათ, უშუალო იყო, თავმდაბალი იყო, ერთგული თავის საქმის და ერთგული ამ ქვეყნის. ამიტომ უჭერ მხარს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა დავსვა ბოლოს გისმენთ, არ მინდა გამოვიდეს ისე რომ მარტო ქალბატონ სანდრას რომ ბატონი გიგი უჭერს. ბატონ ბელას გულშემატკივართა გუნდს ვეკუთვნი, შესაბამისად მხარს უჭერ შალვა ნათელაშვილს და ერთადერთი მოტივაციით, იმიტომ რომ არ ვემხრობი მიშა სააკაშვილს და მიშა სააკაშვილის პოლიტიკის პრობლემა ის კი არაა რომ სიღარიბე ვერ აღმოფხვრა. ჩვენ გვესმის რომ არსებობს ეკონომიკური ფაქტორები, რომელსაც გვერდს ვერ აუვli. პრობლემა ისაა რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში ანგრევდნენ ეკლესიებს, კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს და ხალხის გაუბედურება დაიწყეს ბუტარობა ქიზის მკვლელობით და რაც მოხდა 7 ნოემბერს, ეს მისი დიდი პრობლემა. აი მხოლოდ ამის გამო რა. გმადლობ და თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ბრძანეთ გისმენთ. მე უბრალოდ არ შემიძლია ამ შემთხვევით არ ვისარგებლო ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია მაწუხებს და მინდა ქალბატონ სანდრას ვკითხო. კითხვების გარეშე შეფასება. მე პირადად რამოდენიმე ხნის წინ მოვისმინე ქალბატონმა სანდრამ თეილიან საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ქალებს მიმართა დედებს რომ თურმე მათმა არიციან ქართველმა ქალებმა არიციან შვილების აღზრდა. მთლიან თავის დროს უთმობენ სიგარეტის მოწევას და უთმობენ ყავის სმას. და ქალბატონი სანდრა მაინტერესებს რითი ხელმძღვანელობდა როდესაც ამას ამბობდა. მე ნამდვილად დღემდე შეურაცხყოფილი ვარ ამით და ძალიან მაინტერესებს. ძალიან დიდი ბოდიში. დიდი მადლობა. ერთი მე არ მინდა რომ გამოვიდე დღეს რომელიმე. კი ბატონო, იგი ალბათ გასცემს თავის პასუხს. მე არ მინდა რომ გამოვიდე რომელიმე ჩვენი სტუმრის დამცველად, ეს იქნება ქალბატონი ბელა, ქალბატონი სანდრა თუ ქალბატონი მარინა, თუმცა ვიტყვი ერთს რომ ალბათ ჯობია თქვენ თვითონვე თქვათ რა, ვიცი იტყვით რა ეს თქვი, ახლა მე მაინც ვუპასუხებ, ეს თქვი ჯანსაღი ცხოვრების წესის პარგლებში, როცა ვამბობდი რომ აი როცა შვილი სპორტზე დადის მე მირჩევნია რომ დედაც იყოს სპორტული და არ იყოს გვერდზე და როგორც მე თვითონ ჩემი თვალით ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს ნანახი რომ მაინც და მაინც ძალიან ჯანსაღად არ იქცევა იმ დროს ხო ეს ამ პარგლებში ვთქვი იმიტომ რომ აი ბატონ გიგი მას თქვა ჩვენ დავდივართ მაგალითად სკოლებში აი ნარკომანის წინააღმდეგ სპორტული ცხოვრების ასე თქვა ხელშეწყობა და ასე შემდეგ და რაც წინა თქვენ ეკლესიების დანგრევაზე და ასე შემდეგ პირიქით სამება აშენდა პირველი წელი როცა იყო ინაგურაცია ამის მერე და ამის მერე პირიქით ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა არის ეკლესია და სახელმწიფო შორის მე მგონი ეს ყოველდღე დასტურდება და მე მინდა ვისარგებლო ახლა არის წინა შოუების დღეები და მე მქონდა მოფიქრებული პატარა საშოუბაო საჩუქრები, ქართული თეკა და რაღაც დიდი მადლობა. ეს თქვენი კონკურენცია. ეს თქვენ მოგცემ ამ შავს თქვენ. ქალბატონ მე გადავწევ თქვენებს. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. შესანიშნავი ძალიან ლამაზი საჩუქრები და მინდა ბოლოს თითო წუთი დაგითმოთ იმისთვის მოდი დავიწყეთ თქვენგან ქალბატონო ბელა მიმართეთ მათ ვინც გინდათ რომ ხმა მისცეს თქვენს მეუღლის ამომრჩევლოს შალვა ნათელაშვილის ძალიან ლამაზი საჩუქრები მადლობა ძალიან მოკლედ უპირველესად ძალიან გთხოვთ მათქმევინეთ, იმიტომ რომ დღეს არის პატრიარქის უწმინდესის დაბადების დღე და მე არ შემიძლია არ ვისარგებლო ამით, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება არ მქონდეს ეს საშუალება და მინდა მოულოცო ჩვენს პატრიარქს დაბადების დღე და დავიმოწმო მისი სიტყვები, როცა ის ამბობს, რომ საქართველოს მიტვირთა მტვირთი მოწამისა და ამით იხსნა სხვა ერები. დიახ, ყველა ქრისტიანის მართლმადიდებლის ხვედრია იაროს მოწამეობრივი გზით, პრინციპული გზით, ტანჯვით, წვალებით, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივიდეს გამარჯვებამდე. და ჩვენს გარკვეულწილად ყველას გვერგვეს პატარა ჩვენი წილი მოწამეობრივი, ასე ვთქვათ, გზისა, სადაც ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ქვეყნის მშენებლობაში. მიეცით ხმა შალვა ნათელაშვილს. მიეცით ხმა შალვა ნათელაშვილს. მოგიწოდეთ ქალბატონი ბელა და არინანე
დიდი მადლობა ქალბატონო მარინა. იგი მე იმდენად აპოლიტიკური ვარ და იმდენად არა ვარ ჩართული დათო საარჩევნო კამპანიაში. აი, ამას ვერ ხვდები. როგორ შეიძლება გამყრედის მეუღლე იყო და არ იყო პოლიტიკაში ღრმა ჩართული. აი, მინდა ჩავერთო. დღეს 3 იანვარია და ყველას მოგიწოდებთ, რომ ხმა მიეცით არჩევნებზე შემოხაზეთ 3 და მაშინ გარანტირებული გვექნება ნათელი მომავალი. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო მარინა მადიჩი, ქალბატონო სანდრა. 5 იანვარს ყველა მოდით არჩევნებზე, გთხოვთ და ნომერი 5 უკვე გამოცდილი ძლიერი სახელმწიფოებრივი საფუძველია და ჩვენ კიდევ 5 წელი გვამუშავეთ, რომ აი ეს სიღარიბე გაუძლოთ. ეს არის ყველაზე დიდი ამოწანა და ყველაზე ძნელი და ჩვენ ნამდვილად მთელი გუნდი და განახლებული სახეები სხვათა შორის ჩვენ აუცილებლად ამას გავაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო რაღაც ერთგვარი სიმბოლოებზე გაცვლა. დღესო 3 იანვარიაო და ხმა მიეცითო 3 ნომერსო. არჩევნებიო 5-ია და ხმა მიეცით 5-ო. პროტესტი დღეს 4 იანვარია და ხმა მიეცით 4. და უკვე დაიწყო ნამდვილად 4 იანვარი და მიეცით ხმა 4 ნომერსო. ეს იყო ქალბატონი ბელას მოწოდება. ეს იყო არჩევნების წინ ჩვენი ბოლო გადაცემა. ერთმანეთს შევხვდებით უკვე 10 იანვარს, ერთმანეთს შევხვდებით უკვე ჩატარებული არჩევნების შედეგების ანალიზით, ასე რომ გადაგიხდით ძალიან დიდ მადლობას იმისთვის, რომ მიიღეთ მონაწილეობა დღევანდელ გადაცემაში ყველას. თითოეულ თქვენგანს მთელი გულით უსურვებ წარმატებებს. თქვენც კი ასევე მიიღეთ, თქვენ კი ასევე მიიღეთ. დიდი მადლობა იმისათვის, რომ გვიყურებდით. უკვე 2:30 ხდება, თუმცა ვფიქრობთ, რომ გადაცემა მაინც და მაინც უინტერესო არ გამოვიდა, განსაკუთრებით კი ეს ბლოკი, როდესაც თქვენ უსმენდით ქალბატონებს სანდრას, ბელას და მარინას. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.